გეშვა ტკბილი იესო, რათა ჩვენ განგვაახლოს. განკაცდა, რათა ჩვენ გვიჩვენოს, თუ როგორ უნდა მივსდიოთ მას და მივბაძოთ მის საქმეებს. მან ჩვენც დაგვიტოვა მცნებები, რომ უგზოობაში გზა არ აგვებნეს და ბნელში არ ვიარებდეთ. ხორცი შეისხა ჩვენმა ტკბილმა ქრისტემ, რათა ვიგემოთ და დავტკბეთ ნეტარი ნათესაობით. გავხდეთ ჩვენი ქრისტეს ძმები და მისი ყოვლად წმინდა დედის შვილები და ბოლოს ყველაფერში ვიყოთ უფლის მობაძავნი და მადლის მიერ ზეციური მამის ძენი. მაშასე გამოიკვლიოს ყოველმა ჩვენგანმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, დიდმა თუ მცირემ, ყოველი სიტყვით, რომელსაც ვამბობთ, ყოველი ჩვენი ნაბიჯით, დღისა და ღამის ყოველ წამს. რაიმე ისეთ ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც ქრისტეს არ მოსწონს. ვართ ყოველთვის ღირსნი, როცა ქრისტეს ვეზიარებით. ვართ კი მობაძავნი, არის კი ჩვენში უტყბესი იესო. ხპოვა თუ არა მან ადგილი ჩვენს წმინდა გულში, თუ მაშინვე განგვეშორება. ყოველივე ეს ყოველ წამს უნდა გამოიკვლიოს ჭეშმარიტმა ქრისტიანმა. განსაკუთრებით მან, ვისაც სურს ჩვენი უფლის ვიწრო და მწუხარე გზით სიარული და სრულყოფის მიღწევა. იზრუნეთ ურთიერთზე დიდი სიყვარულით, სუფთა სინდისით, სულის ტკივილით, ქრისტეს მიერის სიყვარულით, სრული მორჩილება გამოიჩინოთ მისი, რათა სათნო იყოს ქრისტესათვის და რათა არ ვაებდეს და რტვინავდეს თქვენი მამა, რომელიც ყველაზე ზრუნავს და ყველასათვის სარგებელს ეძებს. დატოვეთ თქვენი ნება, რადგან იგი ადამიანისათვის სულის სიკვდილია და დაფაროს ერთმა მეორის შეცდომები, რათა ქრისტემაც დაფაროს თქვენი საკუთარი. რადგან თუ შენი ძმისაგან სამართლიანობას ითხოვ, მაშინვე პირისპირ აღმოჩნდები ღმერთთან, რომელიც შენ გიტანდა, როცა სწოდავდი და ახლა, როცა მან გამოგაფხიზლა თავისი მადლით, შენ არ გსურს აიტანო შენი უძლური ძმა. მას სად არის შენი საკუთარი სამართალი? თავისი მადლი რომ წაგართვას ქრისტემ და ის 1000 ტალანტი მოგთხოვოს, მისი რომ გმართებს. რას ფლობ ისეც, უმადურო კაცო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ კი მიიღე, დღემუდამ რატომ იქადი ისე, თითქოს არ მიგეღოს. შენს თავს უთხარი, თუ შენ დგახარ ჩემო სულო, იმიტომ დგახარ, რომ მადლი გატარებს. ხოლო თუ შენი ძმა ეცემა, იმიტომ ეცემა, რომ მადლი არ აქვს. ასე რომ ღმერთს მადლობა შესწირე და სხვისას საკუთარებით ნუ ითვისებ, რადგან გერთმევა მადლი და ეძლევა იმას, ეცემი შენ და დგება შენი მოყვასი და მაშინ დაინახავ შენ შეცდომას, მაგრამ გვიან იქნება. მაშასე თუ რომელიმე თქვენგანი სიმართლეს მოისურვებს, იცოდეს, რომ სიმართლე არის ძმის სიმძიმის ზიდვა ბოლო ამოსუნთქვამდე და მოძღვრის სრული მორჩილება და მხოლოდ სიყვარული და ახშენდება უძლური. და როცა თქვენი სულიერი მოძღვარი ხედავს თქვენს თანხმობასა და სიყვარულს, ხარობს და თქვენ სიხარულს განიჭებთ. ხოლო როცა ბუზღუნსა და დრტვინვას ხედავს, მისი ჯანმრთელობა ირყევა და უდროოდ ეწევა სიკვდილი და თქვენ ობლად რჩებით. მთელი გულით გისურვებთ ყველაფერს ერთბაშად, ჩემო საყვარელო შვილებო, დაბალი მამა იოსები. ყვავილის კოკრები გავიფურჩქნეთ, ფურცლები დაგწვივდა, ისინი ქარმა გაფანტა და ჩვენ დაგვივიწყეს, როგორც ბალახი გახმა და მისი ფერი გახუნდა. მაშ რაღა გვრჩება, მხოლოდ ის, რაც გავაკეთეთ და გავგზავნეთ სხვა ცხოვრებისათვის. მხოლოდ ეს რჩება ხელუხლებელი,
ამას ვერავინ წაგართმევს, ვერავინ შეძლებს ამის აღებას. მაშ რაც შეგვიძლია, გადავდოთ იქ. თუ ამ წამს სიკვდილი მოგვისწრებს, იმით, რასაც უკან მოვიტოვებთ, სხვები გაიხარებენ. შენ დაგივიწყებენ. თითქოს არც არასოდეს ყოფილხარ. ამაოა საწუთრო. ცრუ სოფელო. არაფერი კარგი არ არის შენში. სრული სიცრუე, სრული მოტყუება, გვატყუება, დაგვცინი. მასხრად გვიგდებ. წლებს გვიჩვენებ. სიამოვნებებს, ხანგრძლივ ჯანმრთელობას. მაგრამ უეცრად სიკვდილი გვეწევა და ყველაფერი ბუშტივით სკდება, ქსელივით ირღვევა. ეს არის ამას სოფლური სიამენი. მაშ ასე მიიღე დავალება, იგლოვე და იურვე. კარგად შეიცანი ღმერთი.